მოგესალმებით ღვინის მოყვარულებო და პროფესიონალებო. მე თამუ კარავიაშვილი ვარ. საერთაშორისო ღვინისა და ღვინის ტურიზმის მაგისტრი. ამავდროულად კახეთში ქართული ღვინისა და ტურიზმის სკოლის თანადამფუძნებელი და მენტორი. ეს კი ღვინის ექსპრესია, რომლის საშუალებითაც გადავწყვეტე გაგიზიაროთ საინტერესო ინფორმაციები მსოფლიო ღვინის ქვეყნების, რეგიონების, ყურძნის ჯიშებისა და მეღვინეობის შესახებ. თუმცა სანამ ღვინის მოგზაურობას დავიწყებდეთ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინფორმაცია, რომელსაც გაგიზიარებთ, ეფუძნება WSET-ის, ანუ ბრიტანული ღვინის განათლების მოდელის მესამე და მეოთხე საფეხურის თეორიულ მასალას. ახლა კი მოდი დავიწყოთ. ვიწყებთ საფრანგეთით, კერძოდ კი ბორდოს ღვინის რეგიონით. ბორდო საფრანგეთის ყველაზე დიდი ღვინის რეგიონია, როგორც ღვინის მოსწულობით, ისე ხარისხით. მისი აღმავლობის ხანა შეიძლება ითქვას მე-17-18 საუკუნეებიდან იწყება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ინჟინრებს. რა შუაშია ინჟინრები და ღვინო ახლავე მოგახსენებთ. სწორედ ინჟინრების დახმარებით მოხდა ბორდოში მიწათმოქმედებისათვის შეუფერებელი მედოკის ტერიტორიის დაშრობა. შემდგომში კი სწორედ ეს ტერიტორია აღმოჩნდა მევენახეობისათვის იდეალური. ამას გარდა მე-18 საუკუნეში ბორდოს შატოები, როგორიცაა ლაფიტი და მარგო, უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ამერიკაში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დღეისათვის კი ბორდო 50-ზე მეტ აპელაციას აერთიანებს. დამეთანხმებით ეს საკმაოდ დიდი რიცხვია ერთი ღვინის რეგიონისათვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბორდო ორ ნაწილად გამეყო და შემდგომში უფრო დეტალურად მესაუბრა აპელაციების შესახებ. ბორდო საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ატლანტის ოკეანესთან ახლოს. მას ძირითადად ორ ნაწილად ყოფენ: მარჯვენა სანაპირო და მარცხენა სანაპირო. ამ დაყოფას კი განაპირობებენ მდინარეები დორდონი და გარონი, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს ერთვიან და წარმოქმნიან მდინარე ჟირონს. ეს უკანასკნელი კი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. ტერიტორიას დორდონსა და გარონს შორის უწოდებენ ენტრე-დუ-მერ, რაც სიტყვასიტყვით რომ თარგმნოთ ნიშნავს მიწა ორ ზღვას შუა. თუ კი რუკას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს საკმაოდ ლოგიკური დასახელებაცაა. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია ნამდვილად მდებარეობს ორ მდინარეს შუა. ატლანტის ოკეანე გამოირჩევა გალფსტრიმის თბილი ოკეანური დინებით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ რეგიონი არასოდეს უჩივის ყინვებს და ამავდროულად ყურძნის დამწიფების პერიოდი შესაძლოა გვიან ოქტომბრამდეც კი გასტანდეს. თუმცა ატლანტის ოკეანე მხოლოდ დადებითი ეფექტით არ ხასიათდება. რეგიონი გამოირჩევა მაღალი ტენიანობითა და ნალექიანობით, რაც ხშირად ქმნის კიდაც საშიშროებას სოკოვანი დაავადებებისა და როტის გავრცელებისა. ესენი ნამდვილად არ წარმოადგენს იშვიათობას ბორდოში. შეუძლებელია ნიადაგის გარეშე განვიხილოთ ბორდოს რეგიონი და აქვე უნდა აღვნიშნო მარცხენა სანაპიროს ნიადაგი, რომელიც გამოირჩევა ქვითა და გრაველით. ქვა ყველასათვის ძალიან მარტივი და გასაგებია, თუმცა რა არის გრაველი? გრაველს ფრანგები უწოდებენ ნიადაგს, რომელიც წარმოადგენს მიქსს ქვიშის, თიხისა და მინერალებისა. სწორედ ამ ნიადაგზეა გაშენებული მარცხენა სანაპიროს ტოპ შატოების ვენახები. გრაველი არაჩვეულებრივი დრენაჟია. მიუხედავად ხანგრძლივი წვიმებისა, წყალი ნიადაგში ძალიან სწრაფად ჩაიჟურება. ამას გარდა გრაველი გამოირჩევა სითბოს შეთვისების უნარითაც. დღის განმავლობაში კაჟის ქვები სითბოს შეითვისებენ, ღამით კი ამ სითბოს ისინი გამოყოფენ. სწორედ ამ ხერხით ხდება ყურძნის მოწევა 24 საათის განმავლობაში. გადავიდეთ ყურძნის ჯიშებზე. ბორდოს როგორც წითელი, ისე თეთრი ღვინოები თითქმის ყველა ბლენდებია. ამას გარდა ბორდოში რეგულირებულია 13 ყურძნის ჯიში, რომლისგანაც შესაძლებელია ღვინო დააყენოთ. მთავარი ყურძნის ჯიშებია კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, მერლო, პეტი ვერდო, კარმენერი და მალბეკი. ეს ორი არც თუ ისე ხშირად. შევახოთ ფილოქსერასაც, რომელმაც საკმაოდ დააზიანა ბორდოს ვენახები. არა მხოლოდ ბორდო, არამედ მსოფლიო მეღვინეობა. თუმცა პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ მეღვინეებმა გადაწყვეტეს აღარ გაეშენებინათ კარმენერი. ისინი თვლიდნენ, რომ ამ ყურძნის ჯიშს არ ქონდა მნიშვნელოვანი როლი ბლენდში. სასაცილო ფაქტია, თუმცა ბორდოს მეღვინეებისაგან დაწუნებულმა ყურძნის ჯიშებმა აღიარება პოვეს ახალი მსოფლიოს ღვინის ქვეყნებში. კარმენერმა ახალი სამშობლო ჩილეში იპოვა, ხოლო მალბეკმა არგენტინას მიაშურა. გადავიდეთ სხვა ყურძნის ჯიშებზე. მარცხენა სანაპიროს მთავარი ყურძნის ჯიშია კაბერნე სოვინიონი, მარჯვენას კი მერლო განაგებს. მოდი განვიხილოთ პროპორციული წილები. მარჯვენა სანაპიროს 85% ბლენდისა უკავია მერლოს, დანარჩენს კი კაბერნე სოვინიონი და კაბერნე ფრანი ინაწილებენ. მარცხენა სანაპიროში ბლენდს ინაწილებენ მხოლოდ კაბერნე სოვინიონი და მერლო. კაბერნე სოვინიონის პროცენტული წილი 75%-ია, მერლოსი კი დანარჩენი.
თეთრი ყურძნის-ჯიშებიდან გამორჩეულია სემილიონი, სოვინიონ ბლანი და მოსკადელი. მოსკადელი არა მხოლოდ ბორდოში, არამედ ლუარის ღვინის რეგიონიდანაც ვიცით. თუმცა აქ მოსკადელი არა ყურძნის-ჯიში, არამედ ღვინოა, რომელიც ყურძნის-ჯიში მელონ დე ბორგონისაგან ყენდება. ამიტომ არ უნდა შეგვეშალოს და უნდა დავიმახსოვროთ, რომ მოსკადელი ეს არის ყურძნის-ჯიში ბორდოდან, ხოლო მოსკადეტი ეს არის ღვინო ლუარიდან. გადავიდეთ მეღვინეობაზე. ბორდოს პრემიალური წითელი ღვინოები ძირითადად ფრანგულ მუხის კასრებში ვარგდება. მათ ბარიკებს უწოდებენ. ფრანგული ბარიკის ორი ტიპი არსებობს: ბორდოს და ბურგუნდიული. ბორდოს ბარიკის მოცულობა 225 ლიტრია, ბურგუნდიულის 228 ლიტრი. ტრადიციულად ღვინო 18-24 თვის განმავლობაში ვარგდება. თუმცა კონცენტრაციისა და მაღალი ტანინის გამო შესაძლებელია ეს პერიოდი უფრო გახანგრძლივდეს კიდეც. აუცილებლად უნდა შევახოთ ბლენდირებასაც. ბლენდირების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი ზამთარში და მეორე ჩამოსხმამდე რამდენიმე თვით ადრე. პირველი ვარიანტი საშუალებას გვაძლევს ღვინის ხარისხი და პოტენციალი თავიდანვე განსაზღვროთ. ამ მეთოდს ძირითადად მიმართავენ შატოები, რომლებიც ემზადებიან გაზაფხულის ღვინის დეგუსტაციისათვის. ამ მოვლენას ანპრომიე ეწოდება, რომლის შესახებაც მომავალ ეპიზოდებში ვისაუბრებთ. თეთრი ღვინის პრემიალური ღვინოების შემთხვევაში, როგორც ალკოჰოლური ფერმენტაცია, ისე დუღილი მიმდინარეობს მუხის კასრებში. ძირითადად მეღვინეები ერიდებიან ვაშლ რძემჟავა დუღილის დაწყებას, სიცოცხლის უნარიანობისა და ღვინოში მჟავიანობის შენარჩუნების მიზნით. ხოლო მსუბუქლექსზე დავარგებული ღვინოები ძირითადად გადიან ბატონაჟის, ანუ ლექის ღვინოსთან შერევის პროცესს. გადავიდეთ ვარდისფერ ღვინოებზე. ბორდო ცნობილია მუქი ფერის ტრადიციული შეფერილობის კლარეტით, თუმცა აქვეა თანამედროვე ღია ვარდისფერი წყნარი ღვინო. ყურძნის-ჯიშები, რომელიც ვარდისფერი ღვინის დაყენებაში გამოიყენება, ძირითადად არის კაბერნე სოვინიონი და მერლო. ტრადიციულ ვარდისფერ ღვინოს კი მსუბუქი მაცერაციის ან საინეს მეთოდით მიიღებოდა. ეს არის მეთოდი, რომელიც ხდება კანთან მცირე ალკოჰოლური დუღილის შემდეგ, წვენის გადაღება და მისი ცალკე დადუღება. დღეისათვის თანამედროვე მეთოდი პრესის გამოყენებას გულისხმობს. ამჟამად სულ ეს იყო ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ დაგაინტერესათ ღვინის ექსპრესმა, მაშინ შემოუერთდით, გამოიწერეთ გვერდი და გამომყევით ღვინის მოგზაურობაში.